მოგესალმებით მეგობრებო, მოგესალმებით. დადგა დღე, როცა მთელი მსოფლიო ჩერდება და ყველა უყურებს ქუთაისს, რადგან დღეს ნუ გეჩინია გენაცვალეს წინააღმდეგ საფინალო მატჩი და დღევანდელ თამაშს მე თემურ ნიკაბაძე და გიორგი ჩირგაძე გავუძღვებით. მოგესალმებით თემურ, მივესალმებით ჩვენს მაყურებელს და უსურებ უნდებს წარმატებებს მართლაც ყველა აი ხედავთ ნუ გეჩინიას გუნდს უკვე ვემზადებით, ეხლა ალბათ გამოჩნდება გენაცვალეს გუნდიც და უკვე დავიწყებთ გიორგი მატჩს. აი გენაცვალე ემზადება სრული შემადგენლობით და დავიწყეთ მატჩი, ძალიან საინტერესო თამაში იქნება, ყველამ კარგად ვიცით, მე მაქვს ინფორმაცია რომ ნუ გეჩინიას გუნდს შეეშალა, ისინი აპირებდნენ თამაშის შემდეგ დალევას და შეცდომით პირველი შეტევა, მაგრამ შეცდომით თამაშამდე დალია ნუ გეჩინიას გუნდმა და დღეს როგორც ვიცი გაგუდულ პახმელიაზე არიან, მაგრამ მათ აქვს შესაბამისი კლასი, მაინც უხდება თემურ, როცა ფეხბურთელი აი ჩირგაძე იყო ბურთით შესაძლოა. გიორგი ჩირგაძე 6 ნომერი. უტევს ნუ გეჩინია თითქოს და პირველი დარტყმა, მაგრამ არც თუ ისე სახე. მეკარე ჯაბა დაიუფლა ბურთს. როგორც ხედავთ, ნიკაბაძეა კადრში. ნიკაბაძე როგორც იცით, ავსტრიაში იყოს ბორებზე მარტო ერთი თვის განმავლობაში ნახოთ. კიკნაძე მშვენიერია. ბახჩეს ყოფილი ფეხბურთელი. ნიკაბაძე, კარგია ნიკაბაძე, მაგრამ ჯონიკო მაართვა ბურთი. და ჩირგაძე შესანიშნავია. ჩემ თუ აკვირდები ჩირგაძეს აქვს თანდაყოლილი ნიჭი ამას ყოლებულია. მე ვიტყვი გიორგი, როცა ჩირგაძე ოლიმპიაკოსში თამაშობდა, ხალხი მხოლოდ გიორგი არა მარტო ოლიმპიაკოსში თემურ. ხალხი მხოლოდ გიორგი ჩირგაძის სანახავად მიდიოდა ოლიმპიაკოში. ეგეც იყო. კი ბატონო. უტევს ნიკაბაძე ბურთით. კიკნაძე მიიღო ძალიან კლასიკური ჯაიანი, შესანიშნავია ჯაიანი დაცვაში. აი კიკნაძე, ჯაიანი ნახოთ რა იქნება, ისევ ჯაიანი შესანიშნავია ჯაიანი, ბრავო ჯაიანი. აქ თითქოს ნიკაბაძე ხოს მას. დაკარგა ბურთი ჯაიანი, მაგრამ არ აუშავს. ჯონიკო დარტყმა! შეეძლო. ანუ ჯონიკოს აქ ის კლასი რომ ასეთი მომენტებიდანაც გაიტანოს გიორგი გოლი, მაგრამ ჩირგაძე შეუდარებელია დღეს. კი, სხვათა შორის ხავინძაკს აქვს ნათქვამი, რომ თუ მე არ ვიქნებოდი, იქნებოდა ჯონიკო. კი, მართლაც ეგრეა. არა. კიკნაძე დარტყმა, ნიკაბაძეს მოატყა, ისევ ჯონიკო მიიღო, მოატყვა კიკნაძე, არა. ბრავო კიკნაძე. და მსაჯი რაღაცას ანიშნებს. რაღაცა ანიშნა, არის, აუტია ნიკაბაძე მიიღო. დარტყმა ეს უბრალოდ იყო დროის გაყვანა ნიკაბაძეს აქვს ეს კლასი. 14 წელი ითამაშა. ობობასებრ ბადეს ხდება ბუდი. 14 წელი ითამაშა გიორგი ბარსელონაში, 17 წელი ჩელსში და ეს გამოცდილება უმაგრებს ზურგს. რონალდინიოს პერიოდში თამაშობდა. კი, მარადონას პერიოდის მერე წამოვიდა. აი შეტევა მესხორაძე, არა, ართვეს კიკნაძე ჩადგა. ძალიან გლადი შეუდარებელია. დაიძაბა მატჩი, მინდა გითხრათ, შევედით ეჭში და მინდა აღვნიშნო შოთას. აი შესანიშნავი იყო მესხორაძე, მაგრამ წაიქცა, მოედანმა ვერ გაუძლო გიორგი, აი მოედნიდან ისმის შეძახილები, ვამოს ნურას უკაცრავად. და მინდა ვთქვა შოთაზე, რომ შოთა როცა დინის უცოლოებში თამაშობდა, 127 გოლი გაიტანა ეს სეზონში. ეს შედეგი შემდეგი რომ ვერ მოხდა. ეგ ჩემპიონატი მე კარგად მახსოვს. კი, ყველას გვახსოვს გიორგი, ფინალიც ყველას გვახსოვს. შოთას მიერ გატანილი 13 გოლი ფინალში. აი კიკნაძე, შესანიშნავია კიკნაძე. დარტყმა! ეს მართლაც შეუდარებელი დარტყმა იყო და შეუდარებელი მოგერიება. მოდი ვთქვათ რომ ჯაიანი, ვნახოთ ასე ჯაიანი, ჩამოიშორო ჯაიანი! უნდა დაარტყმას! ჯაიანი შესანიშნავია. ჯაიანი შეგარხარ ადამიანი! შეხარ სპაიდერმენი! შესანიშნავი გოლი, გამეორებით ვნახოთ. ნახეთ, როგორ დაარტყა! შანსი არ ქონდა გიორგი. ამას ვერავინ ვერაა. კასილასი ამას ბრავო ჯაიანი და თვალებს დახუჭავდა კასილასი. გენაცვალე იგებს 1-0-ს. დაიძაბა მატჩი, შევედით ეჭში. ათში კარგად თამაშობს, დარტყმა არა. ვაჰ, ძალიან ემოციური იყო, გიო არ ველოდი ჯაიანისგან ამ ყველაფერს, დაცვიდან ამოვიდა. თითქოს თავიდან მოდუნებული იყო, თითქოს მიეჩვია თვალი და უცებ გამოჩნდა. აი როგორც ხედავთ, თაზოგორგოძე წყალს სვამს, იქ წამოგორებულია, ემზადება შემოსასვლელად. ნიკაბაძე არა ვერ გაცდა. უნდა აღვნიშნო თაზოგორგოძის კარიერა უნდა აღვნიშნო, მართლაც ის თამაშობდა მცხეთის არაგვში 17 წელი და განსაკუთრებით მიყვარს მისი თამაში ფენერბახჩეში, როცა 13 თამაში გაიტანა 22 გოლი. გემახსოვრება 23 გოლი, ხო? ეგ იყო ერთ-ერთი შესანიშნავი სეზონი მისთვის, როგორც თვითონაც აღიარეს ბევრი ინტერვიუში თქვა. მე როცა თამაშობდი ფენერბახჩეში,
აი ეგ იყო ფეხბურთი, მე უბრალოდ ერთხელ ლუდი გასინჯა და ლუდი ჯობია ფეხბურთსო და შემდეგ სამწუხაროდ ანჩელოტის ინტერვიუ თუ გაქვს ნანაკი, მანდაც იხსენებს ანჩელოტი, რომ კი ბატონო. ესე და ისევ. აი ეგ შოთა არის ბურთი თაზო მიიღო, კი ბატონო, გააგორა უკვე უგეჩინიამ თავისი კლასის გამოვლენა დაიწყეს თაზო ძალიან კარგად არის ბურთთან, შესანიშნავი პასი. და ჯაბა კარგად თამაშობს და ყოჩავ ჯაბა კარგად თამაშობს, უტევს თაზო ისევ. არა, კიკნაძე შეუდარებელია. კიკნაძე შეუდარებელია. უნდა გაუკეთოს პასი, ნიკაბაძე მარტოა და ვერა. ითხოვს ნიკაბაძე აქედან ითხოვდა და როგორც ვიცით ნიკაბაძეს ერთი შანსი ჭირდება და ის აუცილებლად გაიტანს კუთხურია ნიკაბაძე ისევ. არა, კარგად თამაშობს. ნუგეჩინიას დაცვა. ჯერჯერობით უტევს, მინდა ვთქვა, გენაცვალე, მაგრამ კარგად იცავს თავს ნუგეჩინია. კიკნაძეა ბურთით ნიკაბაძეს მისცა, ნიკაბაძე შესანიშნავია. რა ხდება? და ეს უნდა დაგვირგვინებულიყო თითქოს მაყურებლიდანაც წამოვიდა რეაქციები. მოდი ვისაუბროთ ასევე ლადო კიკნაძეზე. ლადო კიკნაძემ სადღაც 2 წლის წინ დაამთავრა საფეხბურთო კარიერა. ის თამაშობდა ეთიოპიის 4 ლიგაში. და რა ვიცი, 4 წლის განმავლობაში ეთიოპიის ლიგა იყო აწიო. სხვათა შორის ძალიან დიდი სურვილი ჰქონდა ავღანეთის ბილდინგს რო წაიყვანა. მაგრამ ვერ წაიყვანა. ნუ იყო იქ სატრანსფერო ფანჯარების ლოდინი, ნუ ბევრი საუბრები იყო, მაგრამ ვერ. კიკნაძეს პასი ძალიან მაღალია. აი როგორც ხედავთ, თაზო ცოტა რაღაც გაბრაზებულია. და ცვლილება ჩირგაძე გავიდა და შემოვიდა ალექსანდრე ჩირგაძე ჯუნიორი. საუკეთესო ფეხბურთელი ალბათ მოედანზე, რადგან ალექსანდრეს გოლი მანჩესტერ სიტის წინააღმდეგ 1993 წელს დღემდე სახელდება. აი ჯუნიორებში ერთ-ერთი საუკეთესო ჯუნიორი. საუკეთესო გოლი იყო აქ თაზო შესანიშნავია. თაზო ძალიან კარგ პასს აკეთებდა. ისე ნუგეჩინიაში და თაზო ჯაბა, კარგი გათამაშება იყო. უნდა ვთქვა ჯაბაზეც, როცა ჯანლუიჯი ბუფონი პარმაში თამაშობდა, ჯაბა მის ამოაგდო შემადგენლობიდან და კი ხედავთ კლასიც ეთყობა, ნახოთ ვინ არის ბურთი ჯაიანი, კარგად თამაშობს, გადაწყვეტა, მაგრამ რაღაც შეცდომა მოხდა. და რა ხდება? აჩი ბურთით ნახოთ. შოთა დარტყმა! ვარტყმა და ჯაბა მოწოდების სიმაღლეზე. მაგრამ როგორც შევხედეთ, მოედანს საჯარიმოს გარეთ აიღო ბურთი მეკარემ და ეხა იქნება თავისუფალი დარტყმა. მოედანი თითქოს თაზოს სწრაფად აპირებს გათამაშებას, ჯაიანი მივიდა, ჯაიანი არ აცნის თაზოს, ერთ წამსაც არ აცნის. ამოსუნთქვასაც არ ჯაიანი არის შეუდარებელი, მეგობრებო. ჯაიანმა ჩაკეტა თაზო ჯერჯერობით, მაგრამ ჩირგაძემ კლდე აღმართა თუ დააკვირდებით მარჯვენა ფლანგზე. მაგრამ ვაღიარო თაზოს შეჩერება ძალიან რთულია. თაზოს შეჩერება ძალიან რთულია და ვფიქრობ, რომ თაზო თავის კლანჭებს გამოავლენს. კარგი, ვაგრძელებთ. ჩაწოდება, შეტევა არის, არა გადავიდა, შოთამ პასი ვერ გააკეთა, თუმცა შოთას გოლი არ მომდის თვალებიდან 2004-ში, როცა დიმის უცოლოებით გავიდნენ ფინალში. და იქ შესანიშნავი მაკრატელა დაარტყა. ნუ ეხა ეგ ბაღდათის ჩემპიონატი იყო და რასაკვირველია. დაიწყო ნუგეჩინიამ შეტევა, ჩაწოდება, მაგრამ ალბათ არა, საკიბათო იყო. მოულოდნელად ისვლიან ფლანგებს. თაზო, არა ჯერჯერობით აჩი, ნახოთ რას ვიზამ. დარტყმა! ბრავო! და თითქოს ჯაბა მიწვდა. ამ ბურთს ჯერჯერობით ჯაბა შეუდარებელია. ჯაბა საკმაოდ მაღალი მეკარია. და ყველანაირად ახერხებს რთულია გაუტანა. ფაქტიურად არ წევივით აზის საჯარიმო ხაზი. კი ბატონო, 1-0-ია მეგობრებო, 1-0 ისევ გრძელდება მატჩი. ჯაბა უყურებს ახლა მისცეს პასი ჯონიკო მესხორაძე ისვენებს როგორც ხედავთ, ეს ტაქტიკის ნაწილია საბარაუდოდ, იმიტომ რომ დასვენებული ჯონიკო მესხორაძე მეორე ტაიმიდან უკვე გააქტიურდა. ნიკაბაძე შესანიშნავია, ნიკაბაძე რას აკეთებს? შევიდა, არა, გააჩერეს ნიკაბაძე, მართლა დაუგრიშო ნიკაბაძე ძალიან. ნიკაბაძე თუ მოტეხავ რამეს, თორე ვერ აჩერე. ძალიან კარგ ფორმაშია თებურ ნიკაბაძე. ნიკაბაძე, ნუნუ გომეში, კიკნაძე, დარტყმა. თუნდაც გიორგი ნემსაძე. ეგენი იყვნენ ეგეთი ფეხბურთელები. კი ბატონო, გიო, მოდი ისე გავაკეთოთ, რომ მაგრამ მაყურებელს მატჩის ყურების საშუალებად მივცეთ, ერთმანეთს დავასრულებინოთ ხოლმე ფრაზები, იმიტომ რომ შემამერე ვიჩხუბოთ, გიო, ჩვენ თუ ვიჩხუბებთ და დავარტყამთ და დავასისხამთ ერთმანეთს. მატჩი როგორც მაგრამ უფლის წყალობით ყველაფერი კარგად. კარგად არის, აქ ნიკაბაძე შოთა დარტყმა! შესანიშნავი იყო. ეს იყო რაღაც. აი, მილიმეტრებით აცდა. მარტო მეოთხე სტადიონზე გაიტანა გოლი. მილიმეტრებით კიკნაძე ისევ. რა ხდება აქ? და კიდევ კარგი კიკნაძე ძალიან კარგად თამაშობს, თორე თაზოს ერთი წამით დატოვება და თაზო დაგჭის. თაზო ზედმეტის სახელია დამსჯერი, ყველამ კარგად ვიცით. ჯაბა შესანიშნავად აგორებს. კიკნაძე შესანიშნავი სრულმოძრაობა, ისევ კიკნაძე შესანიშნავია, ისევ არა. აჩი ბრავო, კარგად თამაშობს. და ჯაიანი ბავშვური მოძრაობებით ცდილობდა აქნევას. თაზო, მაგრამ ჯაიანი შესანიშნავია, ჯაიანი ისევ ჯაიანი კარგი პასია ნიკაბაძე. უნდა გაიტანო. რას აკეთებს და რა ხდება აქ? რა ხდება აქ? ხელით შეაჩერა, შოთამ ხელით შეეხო ბურთს
და შეიძლება გააგდოს ეხლა არის გამორიცხული და შოთა ხვინჯილია გააგდეს. ვა, ყვითელი ბარათი. ყვითელი ბარათი. ჯაიანი დარტყმა შეიძლებოდა ამის გამოყენება, ამიტომ ჯაიანს არაერთი ჯარიმა აქვს გატანილი. ერთი შოთა შორის მარტო ერთი აქვს გატანილი. დაიწყო შეტევა ნუგეჩინიამ. თემო უნდა აღვნიშნოთ ჩვენი მსაჯით ზამბროტა, რომელიც ძალიან კარგი მსაჯია, კარგად უყურებს მატჩს. ჩემპიონთა ლიგის თამაშობს საჯობდა. ხელში უჭირავს მატჩი გორგოძე შესანიშნავია შევიდა. კარგი პასი. ჯონიკო, მოატყუა, უნდა დაარტყას და კიკნაძე შეუდარებელია. შეუდარა, აი უკვე გააქტიურდა ნუგეჩინია უკვე თაზოს და ჯონიკოს დუეტი იწყებს გააქტიურებას და თუ გენაცვალე ყურადღებას არ მოუხმობს დაისჯებიან აუცილებლად გორგოძე შესანიშნავია, მაგრამ ისევ ჯაიანი ჯერჯერობით ჯაიანი არის შეუდარებელი, გოლიც გაიტანა და დაცვაშიც გიო დამეთანხმებია. ჩუხჩუხას ხედავთ ტრიბუნებზე, მე მგონი შესვლას აპირებს, ის ვერ გაჩერდება. იმედი არ შევა, რაიმე ტრავმას მიიღებს, იმიტომ რომ რაღაც არ წავიდა თავიდან თამაში, მაგრამ თითქოს თავიდან ვერ იწყებს. მერე და ხუდება და მე არის შეუდარებელი, როგორც ვიცი 22 წუთის მერე. ჯონიკო, კარგია, რას აკეთებს? გორგოძე მიიღო. არა, ისევ კიკნაძე, ჯერჯერობით კიკნაძე და ჯაიანი შეუდარებელია. ნიკაბაძე დაიწყო, აბარას იზავს ნიკაბაძე. არა, შოთა მაგრამ შეინარჩუნა. უნდა გაძრომა. შეინარჩუნა, კარგია, გრძელდება ნიკაბაძე პასი კიკნაძეს. არა, კარგი ცდილობება. გორგოძე მოაწყვა მეკარი და 1-1 და გაათავა. ეს არ უნდა გააკეთე, თაზო არ უნდა დატოვა მარტო, რადგან თაზო აუცილებლად დააგსჭით და ეს მოხდა. ერთი მომენტი მიეცა და გამოიყენა. თაზო, გორგოძე, აი ნახეთ. შესანიშნავი მოძრაობა და 1-1. მაყურებელი შევახსენებთ, რომ პირდაპირ ტრანსლაციის სპონსორია YouTube არხის სახაზავი. კი ბატონო, 1-1 გახდა მეგობრებო ანგარიში, თაზომ გაიტანა. დაიძაბა მატჩი და ვაღიაროთ რომ დასაჯა გენაცვალე დატოვეს მარტო და მიიღეს გოლი. უნდა დატოვო მარტო ესეთი ამბავია რომ თაზო გორგოძის მარტო დატოვება არ შეიძლება. არ მოუდგენელია. კი ბატონო ნიკაბაძე აქტიურებს არა კარგად თამაშობს და კიკნაძე ისე ყაზია. კიკნაძე ძალიან კარგია. ნიკაბაძე რას აკეთებს? ნიკაბაძე დარტყმა არ აკეთებს. ნიკაბაძე შენ არ ხარ ადამიანი, შენ ხარ რობოტი. ეს რა გააკეთა გიო? ეს რა გააკეთა ნიკაბაძე? ნახე როგორ ნახე რას აკეთებს? აკეთებს ნიკაბაძე? ვაჰ, საოცრებაა. ამას ვერც ერთი ვერავინ ექსპერტი ვერ აღმოხსნის რა. საოცარი გოლი გაიტანა და 2-1 ბოდიში ემოციები კიდევ კარგი რომ ამას მაღალი ხარისხის კამერებით არ ვიღებდნენ, თორემ ამ ბურთს ვერ დაუძლებდა. ძალიან გახურდა მატჩი 2-1 მეგობრებო. ნიკაბაძის გოლი ეხა ჯაიანი ცოტა უხეშად თამაშობთ, მაგრამ ჯარიმა არ არის. 2-1 გახდა შოთა ნახოთ არს მოიფიქრებს. დაიძაბა მატჩი დარტყმა. კარგი დარტყმა იყო. ჩვენ წაუგელდით გიო. კარგი მატჩი გვაქვს. იგივე სტილის გოლი იყო დიმის უცოლოების სხვათა შორის. ისე კიკნაძე 2-1-ია. კარგად თამაშობს კიკნაძე ჩამოიცილა აჩი ჯაიანი ნახოთ და გაიქცა ოდნავ გაიქცა ბურთი. კარგია ჯაიანი ეს წითელია. შოთა უნდა გააგდონ მეგობრებო ეხლა ჩემი აზრით, მაგრამ არა ჩაეხუტა მოეფერა. ბრავო შოთა. ეხლა არ უნდა გააგდოთ. აი ეს არის იმერული სიყვარული. ეს არის მეგობრობა. ეს არის დერბი. ეს არის იმერული პატივისცემა. ბრავო შოთას რესპექტი. თემო პირჯვას იწერს. კი ბატონო, კიკნაძე ბურთთან ნახოთ რა სიზამს. შეუძლია მას ჯარიმის გატანა. არა. ჯაიანი დაუთმო მეგობარს. კი ბატონო, ისევ ჯაბა იქნება, მოკლედ ცოტა მოდუნდა ტემპი, 2-1-ია, კარგად დაიწყო მატჩი მართლა. ალბათ მეორე ტაიმისთვის ინახავენ ძალებს. სავარაუდოდ. კიკნაძე ისევ ცოცხალი ლეგენდები. კარგად რას აკეთებს კიკნა, ძალიან ლამაზია ეს ყველაფერი. ისევ კიკნაძე კარგი იყო. ესო დაესრულებინა იქნებოდა. ეს აუცილებლად გოლი იყო. ასევე მინდა აღვნიშნო გიორგი ჩირგაძე, რომელიც თითქოს მოედანზე ახლა არ ჩანს, მაგრამ უდიდეს სამუშაოს ასრულებს, იმიტომ რომ როგორც ვიცი და გადმოცემით მეუბნებიან, არ გაჩელი თამაში დარბის და ყველა სივრცეს ზღუდავს. მუთქვამთ სხვათა შორის ინტერვიუში, რომ კლდე თუ გინახავთ, მაშინ ნანახი გექნებათ გიორგი ჩირგაძე. ჯარიმა მეგობრებო, ჯაიანი შეასრულებს თუ თემურ ნიკაბაძე აიღებს, ნახოთ თავის თავზე. ნიკაბაძე არ ვიცი. აი შემოვიდა ჩირგაძე უკვე მოედანზეა და არ მეშინია. ნიკაბაძე დაარტყა არა, ვერ გადააცილა კედელს, უნდა მიეცა პასი. რა თქმა უნდა. ჩირგაძე შესანიშნავად მიიღო ბურთი, ჩირგაძე საოცარია. ლამაზად ჩააწოდა. ნიკაბაძე რას აკეთებს? ნიკაბაძე შესანიშნავია. ჯაიანი მიიღებს ამ ბურთს, შესანიშნავ დაუბრუნა ჯაბას და დაამშვიდა თამაში გენაცვალეს.
თაზო აწუხებს, აი თაზოს ეს აქვს. თემურ თუ აკვირდებ ჩირგაძე რა ლამაზად აწოდებს აუტებს. და ასევე მინდა ვთქვა, რომ თაზოს ძალიან კარგი პრესინგი აქვს და ყურადღებით უნდა იყვნენ დაცვაში, იმიტომ რომ კიდევ ერთხელ თაზოს მარტო დატოვება და დაგსჯიან. დაგსჯიან. დაწყმა. თაზო დაარტყავს. თაზო დაარტყავს, თაზო შეასრულებს, ცოტა შორის გაათამაშა. თაზოს ძალიან მიყვარს ფინტები და ცოტა შორის ლუდის დალევის მანერა. აი ბოკალს რომ მოიდგავს, აი ულამაზესია. თაზოს შორეული გასროლები და ლუდის დალევა არის საოცრება, მეგობრებო, ჩაწერეთ. რაც სპორტს ჭირდება. რა თქმა უნდა, ყველაფერი აქვს თაზოს, შეტევა, შოთა არა. აი სამწუხ და ჯაბა ეუფლება თითქმის. აი იშვიათი წული შოთასგან, აი მე არ მახსოვს, რომ შოთას ბურთი გაექცეს, მაგრამ რაღაც როგორცაც პახმელიამ იფეთქა. ცოტა შორის მოდი ვთქვათ, რომ გივი პაპავა უნდა ყოფილიყო დღეს მატჩში, მაგრამ ის პახმელიაზე იყო რიკოთამდე მოვიდა, შემდეგ არაყმა ისრულა და უკან დაბრუნდა. როგორც სპორტ სიახლეებში გავცელდა ინფორმაცია, გულმა ბრაგა ბროგი დაუწყო და დაბრუნდა რიკოთის უხერხელი და ფაბრიციო რომანომ გაავრცელა, რომ გივი პაპავამ გივი პაპავა არაყმა ისროლა. ძალიან დიდი დანაკლისია ნიკაბაძე ერთ-ერთზე. სხვათა შორის როგორც მე უკვე დეტალებში გაიგო რომ იმ ხელაზე ისროლა თუმე ხევში ნახეს. ხევში გადააგდო? რიკოთულაზე. ვა, რიკოთულაზე. დინამიკ ფრონეს ხეობაში. ვა, როგორცაც ბევრი და თან ინერიულა თამაშის წინ სავარაუდო, იმიტომ ეს ფინალია, მეგობრებო, ბევრი რაღაცა დევს ასწორზე. ჯაიანის კარგი დარტყმა. და შესანიშნავი ჩინგაძე საოცრება. ჩინგაძე ეუფლება აუტის ხასთან ბურთს. ძალიან მაგრად გაატარა კიკნაძე, ისევ კიკნაძე, მოდი ვაღეროთ MVP-ა ჯაიანთან ერთად. ისევ კიკნაძე კიკნაძე, თაზო, გორგოძე, შესანიშნავია. გორგოძე, შოთა, რას მოიფიქრებს ჯაიანი ისევ, ბრავო, ისევ კიკნაძე შესანიშნავია და ეს ჯარიმა იყო, კიკნაძე შეჩერება ჯარიმის გარეშე დღეს შეუძლებელი. უყურებ და წუნუნდები, რომ კიკნაძე არ ბერდება. კიკნაძე მიუხედავად იმისა, 43 წლის არის უკვე. არ ფიქრობს კარიერის დასრულებას დღემდე, ხო? კიკნაძე არის უბერებელი. კიკნაძე არის ნუ ეხა ევროპის ლიგა მორჩა და ასრულა იქეთ კარიერა და უკვე ნახოთ რა სიამ ჯაიანი ეუფლება ბურთს დაარტყავს ავარაუდოთ ნიკაბაძის გოლი თვალებიდან არ ამომდის ეს იყო რაღაც შედევრი მართლა ძალიან ლამაზი იყო მე პროდიუსერებს თხოვ კიდე ერთხელ გაგვიმეოროს მომავალ ჯაიანი დაარტყა მომავალ კვირაში გაგვიმეორონ გოლი ხმა მინდა რომ ჩამუწიოთ ეხლა რაღაც ხმები შემოდის და გვიშლის ჩვენ ნუ სახაზავის ტრანსლაცია ეს არის პირველი და გამოვასწორეთ ასევე მეგობრებო დაალაიქეთ ეს ვიდეო დააკომენტარეთ და საინტერესო თვლის მატჩი 2-1-ია ჯეჯობით პირველი ტაიმია ნახოთ როგორ იქნება ასევე გავცელდა ინფორმაცია რომ როგორც ვიცი ზუსტად არ მაქვს ინფორმაცია მაგრამ ამ მატჩს ესწრება ერთი ცნობილი პიროვნება და რაღაც მომენტში როგორც ვიცი გამოჩნდება და დაბელოდოთ მეგობრებო ვინ იქნება ეს ცნობილი ადამიანი ეს არის ფეხბურთელი მოქმედი საქართველოს ნაკრების წევრი და ასევე აგენტი რომელიც აკვირდება თემურ ნიკაბაძეს თაზო გორგოძეს და გიორგი ჩირგაძე სამივე წაყვანა სულ. ნუ აქედან გამთამაშ, აქამდე რაც ნახეთ ჩვენ, ნუ ამას წყალი არ გაუვა გიორგი ჩირგაძე, რომელიმე ევროპულ გუნდში ითამაშებს აუტების გამო. კი ბატონო, შეტევა გორგოძე შესანიშნავია ისევ ჯაიანი. აი ბოლოსკენ მივდივართ უკვე პირველ ტაიმისკენ. შეუტია ნუ გეჩინია, მაინც მოიკრიბა ძალები ბოლოსკენ. ნახოთ რა სიზავს, შოთა ისევ, კარგი პასი, კარგი შეტევა, აჩი, რა სიზავს დაარტყა. არა, დაიბლოკა. შეტევა დაიბლოკა. დაიბლოკა. ანგარიში ისევ 2-1. დაიბლოკა. ასევე დიდი მადლობა ხალხს, ბევრი ხალხია მოსული ხედავთ, იმიტომ რომ ფინალია და ყველას უნდა დაესწროს ამ მატჩს ჯაიანი რაღაცას ითხოვს, რაღაცას წყალის წყურია მე მგონი და ითიშება, მაგრამ არა, როგორცაც წყალი არ უნდა და სტადიონის ადმინისტრაციამ აი შენობები სპეციალურად ჩაალაგა, რომ ხალხი არ მოსულა. კარგი პასი მეგობრებო, თვითონ მოდუნდა მატჩი, მაგრამ როდის აფეთქდება ეს თამაში? აი ცხელა კი ბატონო. ქუთაისში, ცხელა საქართველოში და ისევ ჯაიანი. კარგად თამაში. პირველ ტაიმი ძალიან კარგი აქვს ჯაიანს, მინდა ვთქვა, ისევ ჯაიანი ნახოთ რას მოიფიქრებს, ძალიან კარგი დაარტყა, მაგრამ გადაწყდა. უნდა დაარტყან. უნდა გარისკო, იმიტომ რომ რისკის გარეშე არ გამოდის. მე მგონი ჯუნიორი ემზადება. აი შემოვიდა ალექსანდრე ჩირგაძე და გიორგი ჩირგაძე გავიდა. თუ პირიქით არა, просто გადაიარა ალექსანდრე ჩირგაძემ, მეგობრებო, ალბათ შარდის ამბავში შეტევა. არა, ისე. კი, მარდალიღად სურუებში იმალება და ღმერთმა უწყის ასაკეთ. რა ხდება? შეტევა, აჩი დარტყმა და 2-2. დარტყმა და 2-2. შეცდომა და ისევ გაათანაბრა, ისევ შეცდომა მცველების და დასაჯა, ნუ გეჩინიამ გენაცვალე. 2-2 ტაიმით და გიორგი გოჩოლეიშვილი მეგობრებო, გითხარით ესწრება მატჩს და აკვირდება ამ ყველაფერს და ალბათ ვიღაცას წაიყვას კობენჰაგენში. ძალიან დიდი მადლობა გიორგის რომ ჩამოვიდა.
როგორც ვიცი, სპეციალურად მატჩისთვის ჩამოვიდა და ის ბადეები სპეციალურად იყო ამოჭრილი, რომ კი ბატონო, მადლობა ისევ კიდევ ერთხელ გიორგი გოჩოლეიშვილს და იმედია რომ გიორგი ჩილგაძეს წაიყვანს კოპენჰაგენში და ისინი ერთად მოიგებენ ჩემპიონთა ლიგას. საერთოდ გიორგი ჩილგაძე კოპენჰაგენში თამაშობდა. დაიწყო მეორე ტაიმი, მეგობრებო, დავიწყეთ ეგრევე მეორე ტაიმი 2-2 ძალიან საინტერესო მატჩია. გიო როგორ შეაფასეთ პირველ ტაიმს? მე უბრალოდ გაკვირვებული ვარ ჯაბა წეგან აქეთ კარში იდგა, ეხა აქეთ კარში იდგას ეს მართლა საოცრება ეს ბიჭი, ჯიხვია. ეს ანუ როგორც ჭიუხებში დადის, ხან მარცხენა კარში იდგას, ხან მარცხენა. მესხორაძე. ეს ვერ გავიგე რა. ეს მის გიო მართლაც და ნიკაბაძე არა. კი. არა, ნუგეჩინიას მეკარეც აქ იდგას. ეს ბიჭიც მაგარი მეკარეა. მეკარემა შეცვალა. ანუ ეს რაღაც უცნაურია. ხო მეკარემა შეცვალეს კარები ეს. კარები და ფეხბურთელებს დააკვირდით ემუ გენაცვალეთ აქეთ იდგა. ეხლა დგანან აქეთ. ეხლა დგანან აქეთ. ეს არის სტილი. ახალი სტილით ათამაშებს მას. კი ბატონო, აი მესხორაძე მიიღო შესაძლოა, კარგი პასია, აჩი მიიღებს ვერ იმიტოს, გაიპლა კაჩი, მაგრამ მაინც ვერ მიწვდა. კი, აქეთ არიან, მარჯვნივ. კი. მოგე 2-2-ია მეგობრებო, გრძელდება მატჩი. საინტერესო პირველი ტაიმი იყო, მინდა გითხრათ, აქ ჯაიანი ჩააწვის აუტს, ნახოთ რა სიზამს. ნახე როგორ მდიდრულად არის ჩამოყდნობილი. კი, ჩამოეყნო ბოდს, კი ბატონო. ნახე დოინჯი გაიკეთა. დოინჯი იქვე არის. ალექსანდრე შესანიშნავი პასი. ნიკაბაძე, შესანიშნავია. აი ეს არის ასისტი. ეს უნდა გახდეს ასისტი, მაგრამ უბრალოდ მე როგორც ვიცი, დაგეშილები არიან ნუგეჩინიას ცველები და ნიკაბაძესთან ეგრევე მიდიან როგორც კი ბურთს მიიღებს, ისევ შოთა კარგი პასია. არა, საერთოდ ისევ კიკნაძე. ცოტა მწარე შეჯახება. ასევე მინდა ვთქვა ჯონიკო მესხორაძის შესახებ. ჯონიკო მესხორაძემ როგორც გახსოვს გიორგი 2007 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალში მისი ასისტი ფილიპო ინძაგიზე დღემდე შედის ტოპ ასისტებში, მიღებული ბურთის ხვირით და გადაწოდება ფეხის ნეკათითით. მახსოვს. ეს ყველას გვახსოვს და კულუარებში პირველი გავიგე გაჟღერდა ინფორმაცია. დღესაც ეთყობა კლასი, როგორც კი მიიღებს, მე ძალიან გამიხარდება თუ ჯონიკო დღეს გოლს გაიტანს, იმიტომ რომ ბუნდომებული და ნახოთ რა თქოს მზაობა არის მაგისა თემურ, იმიტომ რომ ისვენებს მაგრამ როგორ გინდა გაიტანო გოლი როცა უკან მიშა ჯაიანიას, აი ეგ არის თა რომელსაც ვერ გადავახავ. კარგი, გრძელდება მატჩი მეგობრებო, აუტია. თა ნომერი 5, ესე დავახსნები. ნიკაბაძე ითხოვს ბურთს პირველ ტაიმში ძალიან კარგი პერფორმანსი ჰქონდა ნიკაბაძე, საოცარი გოლი გაიტანა. ნახოთ მეორე ტაიმში რა სიზამს შოთა ბურთით. ჯონიკო ეხსნება, მიიღო ჯონიკომ, შესანიშნავად დააბრუნა უკან, ბრავო, ისევ შოთა და სიზამს ისევ ჯონიკო კარგია. ჯონიკომ უნდა დაარტყას აქ. შესანიშნავი ბიტი მესხორაძე. მესხორაძე შეეძლო წინწასულიყო აქ ჩირგაძე. ჯუნიორი ახერხებს ჯუნიორმა ალექსანდრე ჩირგაძე ჯუნიორმა უსუნია აქ ჯაიანი თავი თამაში. ეგ არის ჯაიანს გამოსდის თავი თამაში. ჯაიანს ნუ უწყობს, სიმაღლეც უწყობს. ეს ეშხი ყველაფერი ათლეტურობა და თავი თამაში. თაზო მიიღო და თაზო დარტყმა. აი ეს რასაც აკეთებს ახლა გენაცვალეს დაცვა, ეს არის საშინელი შეცდომა, იმიტომ თაზო გორგოძე დატოვო 14 წამის განმავლობაში მარტო ეს ნიშნავს რომ გიორგი გოლს გაგიტანენ და წარმოუდგენელია. ეს არის აქ კიკრაძე შესანიშნავია. მაგრამ შოთაც ეგრევე ადგილზეა, შოთა ძალიან კარგად თამაშობს. აი როგორც ვხედავ შოთა პახმელისგან ქელავს, მაგრამ მაინც დარბის გიო არ ჩერდება. ნუ ძალიან მაგარია რა. პაპავას მოერია და აჩისაც ძალიან კარგი პერფორმანსი ჰქონდა მეგობრებო, იმიტომ რომ გურუ გლონს ხედავთ მოიდანზე ჩუქჩუქას თავს ხედავთ გიორგი ჩიგაძე ემზადება მეორე ტაიმისთვის. აქ რა ხდება? აქ აუტია მიგონი, სავარაუდოდ კი ბატონო. მაგო კიკრაძე გაათამაშებს აუტს. გენესვარი ჩააწვის და ჩააწვიან ისე. 2-2. საინტერესო მატჩია. მეორე ტაიმი ცოტა თხლად დაიწყო, ასე რომ ვთქვათ, მაგრამ გუნდები მოუმატებს აუცილებლად და მარჯვენა ფლანგზე აგენტებსაც. აქ ალექსანდრე ჩირგაძე შესანიშნავი პასი, მაგრამ შოთამ ჩაჭრა, ისევ შოთა კარგია. თაზო უნდა დატოვოთ მარტო არავითარ შემთხვევაში, მაგრამ გორგოძეს შესაბამისი კლასი აქვს, მოაწყუა. შედის, უნდა დაარტყას. გორგოძე შესანიშნავია. გორგოძე და ჯაბას გაიჭრა გააკეთა. ჯაბას საოცარი სეივი. და თაზო გორგოძე ტიტანიკი აისბერგის მორევში გაიჭრა. მოდი ესე ვიტყვი, თაზო გორგოძე გააქტიურდა მეგობრებო და ფრთხილად უნდა იყოს გენაცვალეს დაცვა. აკონახოთ ისევ მესხორაძე კარგი არა სიზამს დარტყმა და ოდნავად ცილა მესხორაძე მძელს ჩაუარა 2 მეტრი 5 მილიმეტრები კი მაქსიმუმ 2 მეტრი. აი ალექსანდრე ჯუნიორმა აღნიშნა და გიორგი ჩირგაძე დაბრუნდა მოედანზე. თავდამსხმელების წყევნა გიორგი ჩირგაძე. გიორგი ჩირგაძის ბოლო მატჩია დღეს შემდეგი სეზონიდან ის უკვე აიაქსს შეუერთდება. ანუ ეს დადასტურებული ინფორმაცია. კი, ოღონდ აიაქსში უკვე თავდამსხმელის პოზიციაზე მიევლება. დადასტურებული ინფორმაცია. ასი კიკრაძე კერდით შესანიშნავია, ლადო კიკრაძე ისევ შეუდარებელა.
აქ ჯაიანი, ნიკაბაძე, მოაწყვა! უნდა გაიტანოს ნიკაბაძე 1-1-იან დარტყმა და 3-2. ნიკაბაძე, რას აკეთებ? ნიკაბაძე, ბრავო, ნიკაბაძე, შენ ხარ ფეხბურთი. ნახეთ რა გაუკეთა. რა გაუკეთა შოთას და როგორ შეასრულა. გამახსენდა 18 წლის თემურ ნიკაბაძე, როცა პირველი გოლი გაიტანა ბარსელონაში. მოაწყო დილის უცვლელობის ჩემპიონი. არის ურთულესია. ეს ვაუ. რა გააკეთა ნიკაბაძე, რას აკეთებს? 3-ით. არ ვიცი, 3 გოლი გაიტანა მეგობრებო. 3 გოლი გენაცვალე. ყველა ლამაზი გოლი იყო. აი ხედავთ კონდიციონერს აგრეგატთან ფანჯრიდან იხედებოდა აგენტები, რომელიც თვალყოს ადევნებენ. აქ ისევ კიკნაძე და გადავიდა. ვაჰ, კარგად დავიწყეთ მეორე ტაიმიც. ჯონიკო მეცხრეზე ისე ვისვენებს. 3-2 ანგარიში, 3-2 ანგარიში. წინ გავიდა ისე გენაცვალე ჯაიანია, ნახოთ რა სიზებს და დაარტყა და მეკარე. სახიფათო გითხავ ჯაიანი. ასე უნდა ვისაუბროთ აუცილებლად. ნუგეჩინიას მეკარეზე, მეკარე რომელიც უნდა წასულიყო ევროპის ჩემპიონატი წინა წელს და მას უბრალოდ ავტობუსზე დააგვიანა გიორგი და ამის გამო ჩაანაცვლა ჯანლუიჯი დონარუმა. ძალიან მკვნეული ისტორია, მაგრამ ფეხბურთია და უნდა გავუწევ. ნუ ეხლა დონარუმას მანქანა ყავს საკუთარი და მიდის მოდის. კი ბატონო, ეგა. მაგ მივხვეთ გიო მატჩს, ნიკაბაძე ატყვა. ვარჯიშზე მილამ ნიკაბაძე ატყვა, კიკნაძე ისევ ნახოთ რა სიზავს, შოთა ახლად ეთამაშება. აი კიკნაძე კარგი პასი იყო. კარგი ჩაუდგა, ჩიგაძემ კარგად ჩაუდგა ბაჩოკით. აკაჩი იქნება ისევ ბურთით, კარგი პასი ნახოთ რა სიზავს, უტევს და დაარტყას. არ იყო და არც აპატიებდა შილგაძე, არ გაუშვებდა ამ. კი ბატონო. მოდი ვთქვათ, რომ პახმელის მიუხედავად უგეჩინია ძალიან კარგად გამოიყურება. და მე როგორც ვიცი თემურ ნიკაბაძე იმის გამო რომ თხლად ყოფილიყო და მოიდანზე ფარფატა მხოლოდ კიტრი მიირთვა დღეს და ეთყობა კიდევაც ორი შესანიშნავი პირად საკუთრებაში აქვს 4 დიდი კიტრის სათქო და სპეციალურად ამ ისთვის 4-ვე გადაჭრა. და მოდი ვთქვათ გამარჯვა 2 შესანიშნავი გოლი. ბრავო. ნახოთ აი ეგრე კიტრაძე კარგი პასია ნიკაბაძე ვერ მიუდგა ბურთს გორგოძე რასიამს გორგოძე მაგრამ ჯაიანი ეგრევე მიდის გორგოძესთან როგორც კი შანსი ექნება, მაგრამ თაზოს მარტო დატოვება მართლაც არ შეიძლება, იმიტომ რომ ისევ თაზო, ნახოთ რა სიზამს, თაზო ნიკაბაძე ეთამაშება, ჩაუდგა, ჯაია ერთობლივი ძალები დაართვეს, ჩიგაძე შესანიშნავი პასია, ბრავო. არა, უბრალოდ არ აცდის. არა, ჩიგაძე არის კატა. ჩიგაძის 2 წამით საშუალებას მისცემ რომ მიახო. ჩვეულებრივი მარკის კატა. კი, მარკის კატა რომელიც არ მოგასწრებს გიო. ბრავო, ჩიგაძის კარგი პერფორმანსი აქ ხდება, კუთხური იყო დარტყმა. 12 ნომერი. ბრავო, ჯაიმა საკუთარ დუნდულებზე აიყო გიო. სეგუ ცდილობდა დარტყმას. ნიგერიის ჩემპიონატიდან არის ჩამოსული. სეგუს პირველი სატრესლო ფანჯრის შემდეგ გადმოვიდა ნუგეჩინიაში. თუ არ ვწდები ნიგერიის აკბუჯანში თამაშობდა 18 წლის განმავლობაში, შემდეგ გამოვაგდეს რაღაცეების გამო და დღეს უკვე ნუგეჩინიაში თამაშობს შოთას. ნიგერიის გუნდში. ჩიგაძე შესანიშნავი იყო. აქ რა ხდება? ჯაბა ეუფება თავისი მშვენიერეს თითებით. სპარტაშორის როგორც ვიცით, ჯაბას აქ რა ხდება და აქ რა ხდება? ეს ჯარიმა. ფილიანი კორპუსი ჩაუდგა. ეს ჯარიმა, ჯაბამ ძალიან გარისკა და აქედან ჯარიმა არის ძალიან სახიფათო და ყვითელი ბარათი მიიღო და თაზო გორგოძეს აქედან მისე ჯარიმა ეს არის. ღმერთმა უკრას მეორე გორგოძე დარტყმა, რას აკეთებს? 3-3. თაზო გორგოძის შედევრი მეგობრებო. ჩაჭრა. თაზო გორგოძე არის ლეგენდა. აი უბრალოდ ნახეთ. უბრალოდ ნახეთ რა 1-3 მეგობრებო და გაიტანა ბაირამ დუდუკში გაუკეთა გენაცვალეს. ბადის უკანაო, მაგრამ შეუდარებელია. ახმელის მიუხედავად თაზო გორგოძე არის ხელოვნება. თაზო გორგოძე არის ვან გოგის ნახატი. მადლობა თაზო რომ შენ ფეხბურთს თამაშობ და 3-3 გიო. 3-3 გათანაბრდა ანგარიში. ძალიან დაიძაბა და ვფიქრობ რომ ეხლა უკვე ორივე გუნდი სხვანაირად გააკეთა. კი, აქ რა ხდება? შეტევა ჯაბა. ბრავო ჯაბა წნეხს უძლებს და აქ უკვე ჯაიანი ისევ. და 33 ნომერი უნდა აღვნიშნო თემურ. უნდა აღვნიშნოთ საოცარი პერფორმანსი აქვს, საოცარი პერფორმანსი აქვს. კი, იმის მიუხედავად რომ თემურ ნიკაბაძე პირველ ტაიმში მაწონზე არის წამყვანი ფეხბურთელი იყო. და ძალიან რთული რაღაც გააკეთა ნიკაბაძე, მაწონზე გაუშვა პირველ ტაიმში და ჩემს ის შუიძიებას აპირებს, ნახოთ. ნუ დარტყმები თუ იმჯეროთ ახლა შუიძიება. თორემ მას მე როგორც ვიცი ახლა ვატყობ რომ თემურ ნიკაბაძეზე შურს შუიძიება. ნახოთ. კარგი უტევს
ისევ ნუგეჩინია, მაგრამ ჯერჯერობით ისევ განსაკუთრებული არაფერი კიკნაძე სტაბილურად კარგად მოიტანა ფლანგზე ჯაიანი ისევ კარგი პასი თუმცა ნუ შეიძლებოდა დაგვირგვინებულიყო ჯუნიორი ჯაბა ისევ იმის მიხედავთ რომ ჯაბას წელი გაეჭირა მათ შამდე როგორც გავიგე ფაბრიციო რომანამ დაწერა მაინც კარგად თამაშობს და ასევე უნდა აღვნიშნო მეგობრებო ლადო კიკნაძის განსაკუთრებული მადლობა უნდა უთხრა, რადგან ლადო კიკნაძეს წინა დღით მოწყდა მუხლი, მაგრამ ლადო კიკნაძემ სხვისი მუხლი ჩაისვა და დღეს სხვისი მუხლი თამაშობს. როგორც ვიცი, მუხა ჩაუყენეს, მუხის. აი, ეს არის თავდადება და ეს არის ლადო კიკნაძე. რატო გიყვარს ლადო კიკნაძე? თავდადების მუხის მუხლი. აქ რა ხდება? ჯაიანი აპირებდა თავზე გადაგდებას. აპირებდა აქ სიგიჟეს. გულს გვიჩვენებენ ისევ. აქ ისევ შეტევა ნუგეჩინია და ნიკაბაძე ართმევაზეც კარგია. ართმევაზეც კარგია ნიკაბაძე, ისევ კიკნაძე კარგია, ნახოთ ასეც აქ ხდება, ვერ გავიგე რაღაც შეცდომა იყო, სეგუ ისევ აბრუნა. სეგუ გააბრუნა და აუჩა ის თემი ნიკაბაძე მივა ღობესთან იმედია. ღობის არახვაზე. თემ გახსოვს შენ 96 მიჩი ნიკაბაძის აუტი. პირდაპირ ასისტი იყო ფაქტობრივად. ღემდე შეუდარებია ისევ გოლის გატანა უბრალოდ ხელით არ ჩაუწვია. ეგ აუტი დაუსვა. ეგ აუტი ნიკაბაძის აინშტაიგეს. ნიკაბაძის აუტი შეუდარებელია დღემდე. 3-3 მეგობრებო, 3-3-ია, გძელდება მატჩი, ნიკაბაძე გაათამაშა, აქ ალექსანდრე ჯუნიორი, კიკნაძე ისევ ნახოთ რას მოატყუა შესანიშნავად. ისევ ნიკაბაძე ჯაიანი ისევ. ჩამოიშორა ერთი ჯაიანი. ჯაიანი მწყინვალია, ჯაიანი არის ხატავს მოდი პირდაპირ. თითქოს პოზიციები გადაცვალა ჯაიანმა და ნიკაბაძემ. ნიკაბაძე უკან დაიხია, ნიკაბაძემ ჯაიანი წიწავდა ნახოთ რას იზამს, ეს ყველაფერი იქ ეხსნება ლადო კიკნაძე, ლადო ყველგან არის, ლადო არის ელმავალი. დღეს ლადო არის მოედანი. კი, ლადო არის მოედანი, ლადო არის მოედანი. პოეზია აქ ნიკაბაძე ასაკეთებს, ნიკაბაძე რისკავს. ნიკაბაძეს შესანიშნავი მცდელობა, მაგრამ გარისკა და არ გამოუვიდა. დასტაბილურია თითქოს მატლობი ოთხივე შეტევებია და ნახოთ როგორ დაიძაბა ძალიან ფინალია მეგობრებო ღელვა იმატებს თაზომ ისევ მიიღო მუხტი რასე ნიკაბაძე წინააღმდეგ დარტყმა და ჯაბა ისევ შეუდარებელია და მოიგერია მიხეილ ჯაიანმა ნუ შეუტია ნუგეჩინია მოაგეროთ კლანჭები გამოავლინა აქ აჭირას აკეთებს დარტყმა ნახევარზე მიმდინარეობს გენაცვალეს ნახევარზე ჯაბა მართლაც რომ გენაცვალე აი თითქოს რაღაც სივრცეებს ნახულობენ ნუგეჩინიას წევრები და ძრებიან იქ და წამს იჭერენ. კი, წამს იჭერენ. აი ალექსანდრე ჩილგაძე ანიშნებდა ხელით ამოიტანეო ალექსანდრე ჩილგაძის ხელით ნიშნებები არის შედევრი ის აკონტროლებს მატჩს მართლა ჟესტიკულაციებით ცხოვრობს ეს მართლა ნუგეჩინია ისე უტევს ახლა ნუგეჩინია პასი არა ეს დარტყმა იყო მაგრამ თითქოს არაფერი რა ხდება და ის შესანიშნავია აპირებდა კიკნაძე ძალიან კარგ პასს აქ შეეჯახა შუნას აქ ისევ ნუგეჩინია კარგი გათამაშება გორგოძე შესანიშნავია რას იზამს შევიდა აქ რა ხდება ნიკაბაძე მაწონზე გაუშვებს ფარცხალაყანევის გადასახვევთან 33 ნომერია ბრავო გაუშვა ეს არის შურისძიება რაც გააკეთა ამ ადამიანმა აჩი შესანიშნავი გოლი 4-3 მეგობრებო და შესანიშნავი გოლი ბრავო მაინც დაწინაურდა ნუგეჩინია გიო მაინც გამოავლინეს კლანჭები და არ ვიცი ახლა დასაწყისი ისეთი იყო რომ ვერ იფიქრებდი თვითონ მაგრამ ეს არის თამაში აი კიკნაძე ტაბლოა მთავარი ვახ დაიძაბა 4-3 არ ველოდი პირდაპირ გითხრა მაგრამ მაინც შემოატრიალა ნუგეჩინიამ ეს მატჩი ნუ თაზო გოლგოძე როგორც ვიცით არის მოთამაშე მწვრთნელი და მისი თამაში ხომ საოცრება მაგრამ ტაქტიკა არის გენიალური მეორე ტაიმში თითქმის ჩაკეტეს თემურ ნიკაბაძე და თემურ ნიკაბაძე ჩაკეტვა იცით რომ უთულესია აქ ჯაიანი აიღო მის თავზე მაგრამ შეაჩერა ცვლილება მეშვიდე ცვლილება და ჩილგაძე ისე მოედანი ჩილგაძე შესანიშნავი დარტყმა და ძელი კარისკენ აპირებდა დარტყმას მაგრამ არაერთი გოლი აქვს გიორგი ასეთი გატანილი ჩილგაძეს მრავალი ესეთი კი არა უფრო კარგია კარგად თამაშობს მესხორაძე მიიღებს მესხორაძე და შესანიშნავად ახერხებს ისე ჩილგაძე კლდეა ეს ჩილგაძეს ვერ გაცდა ვერავინ ანუ ეს არის ადამიანი მოდი ესე ამლის მთა მოდი ესე ვიტყვი თუ ჯონი მესხორაძეს უნდა რომ გოლი გაიტანოს უნდა გაცდეს გიორგი ჩილგაძეს ჯერჯერობით ვერ ახერხებს ჯერჯერობით აქ რა ხდება უნდა მიცეს აქ მესხორაძეს უნდა დაუტოვოს დარტყმა და არა ეს თაზო გორგოძეს რა შანსი ჰქონდა მეგობრებო და ვერ გაიტანა 5-3 თითქმის დასრულება იყო მატჩის გიო ეს ძალიან კარგი მომენტი იყო შეაჯდა ერთი სიტყვით ახლა რომ ვთქვათ ნუგეჩინია ისევ გორგოძე რას იზამს ნახოთ
დაუტოვებს ჯონიკოს არა. ფაქტობრივად სრული შემადგენლობით დაცვას აი, აძლიერებს. პასი, ჯონიკო! აი, მცდელობები აქვს, მაგრამ ჯერჯერობით მილიმეტრებით ცდება. არ უმართლებს და მოდი ვაღიარებდი, რომ ჯონიკო იმსახურებს გოლს, იმიტომ რომ ძალიან კარგი თამაში აქვს დღეს. ჯონიკო წინა სეზონში გადავავლებს თავს. ჯონიკოს წინა სეზონში ძალიან კარგი ქონდა, წინა სეზონში გაიტანა 17 გოლი და ქონდა 13 ასისტი. და ძალიან კარგი შედეგია, გიო? და პრემიერ ლიგაში გორგოძე რას იზამს? გორგოძე რას შეტევა, დარტყმა, ჯაბა. და ისევ ჯაბა, ბრავო, ჯაბა. იმის მიუხედავად 4 გოლი გაუშვა, მაინც ძალიან კარგ ფორმაშია. აქ ჯონიკო მესხორაძე რას იზავს? არა, კიკნაძე ისევ აქტიურად ეთამაშება თაზოში. ახლოვდება თითქოს გოლი, რაღაცა თითქოს იკითხება. აქ შოთა მიიგებს და დაარტყას ამ მომენტში, მაგრამ კარგად დაატრიალა, ახერხებს. დარტება. მესხორაძე დარტყმა და გოლია. ჯონიკო მესხორაძის შედევრი. ჯონიკო მესხორაძე, შეხარ ლეგენდა. რა გოლი გაიტანა დაინგრა ტრიბუნები მეგობრებო ჯონიკო მესხორაძემ საოცარი გოლი გაიტანა აი ნახეთ ახლა გამეორებით წამით მეგობრებო დაიჭირა და გაიტანა შესანიშნავი 78000 ადამიანი ფაქტობრივად ერთხმად ციტირებს ჯონიკო ბრავო ჯონიკო 5-3 მეგობრებო ჯონიკო შესანიშნავი დარტყმა განახორციელა და თითქმის დაამთავრა თამაში მაგრამ მე არ ამგონია რომ გენასოლი დანებდეს ნახოთ რა იქნება თაზო გორგოძე როგორც ხედავ წამოწვა მეგობრებო იქ რაღაც ჩაურვაც გამოიძახა თუ ავსტები წყალსაც უყლუწუნებს ძალიან კარგი ტაქტიკა აქვს შოთა შორის შოთა და ჯაი ერთობდნენ ერთმანეთს ეგენ მოგეხსენებათ ადრე ერთ გუნდში თამაშობდნენ ნუ ჯაიანი ისე უხეშობდა ჯაიანის მე ვფიქრობ რომ ჩვენმა დაავალა რომ ჯაიანის წინადადი უხეშო რომ მას მე მეუშავო ჯაიანს აქვს გამოცდილება ვინისიუსთან ერთად გამოცდილება აქვს ხავისთან ერთად, ბენზემასთან ერთად, ბურისკერიასთან ერთად და ეს ყველაფერი ჯამში არა. კი. შეტანებს ხო, ხედავ კლასი აქვს რა. ისე გუნდეჩინია რას იზავს? და გადარჩა. შესანიშნავი და მგონი რაღაც მეკარა ჩასიტკივებს. გადარჩა, მაგრამ ძალდება. ჯაბა ის ხომ კინი ჯაბა მართლაც აქ ისევ შეტევა. სეგუ ბრავო. სეგუ ძალიან აქტიურია დღეს ვაღიაროთ, იმიტომ რომ თითქმის შეცდომა არ აქვს. ნუ შეცდომაა, მაგრამ რაც შეეხება ნუგეჩინიას, რამოდენიმეჯერ თავის თავზე აიღო მთელი თამაში. და რაც შეეხება გენაცვალეს, რაღაცა თითქოს მოიშალა ტაქტიკა, თითქოს რაღაც გადაეწყო ჭანჭიკები. ამ გადაწყობამ არ გაამართლა, მაგრამ ნაველოდო თავი ტაბლოა. კი. რა იქნება როგორ ისე ნუგეჩინია, კარგი გორგოძე შესანიშნავია. რა ხდება? და გადარჩა. აი მოშლილია გენაცვალეს ჯამომ ხელიც მოარტყაო მოშლილია გენაცვალეს დაცვა გიო რა არის ეს აკა აი თითქოს ჭანჭიკი მოიშვა და ვეღარ აგებენ რა ხო ან ხოხტები რას მესვის გასაგებია აი უტევს ისე გენაცვალეს უტევე დარტყმა მაგრამ დაიღალა ჩიგაძე 6 ნომერი გენაცვალეთა 6 ნომერი არა და გიორგი ჩიგაძის თავარი ძალა არის რომ ის არ იღლება დღეს რა დაემართა არ ვიცი გამძლეობა თითქოს იგრძნობა რომ ხომ დალია დღეს წავასვლამდე თქო იმიტომ რომ რაღაც ღიპიცა ცოტა წამოიწია ქაბაბიც იკითხება არ ვიცი ანუ ხო თითქოს რაღაც არასპორტულ ფორმაშია ხო თითქოს ზედმეტი წონა 1-2 კილო თითქოს არ ვიცი 8 თვემას გორგოძე და შედევრი ნუ არ კიდევ ერთი გოლი მეგობრებო 6-3 და არ ვიცი საოცარი კომბინაცია გაათამაშა დუბლი გაინარდა ბრავო აჩის ძელდება მატჩი მაგრამ თითქოს დაასრულა ნუ გეჩინია მატჩი იმიტომ რომ ძალიან შეუტია და მოდი ვაღიაროთ რომ ბაირამ დუდუქში დაუკეთეს მან გენაცვალეს ჯერჯერობით ესე არის არ ვიცი ჯაიანი რას იზავს და ახერხებს ამოღებას და აი როგორც ვიცი როგორც აი ხალხი რაღაცა სკანდირებს თუ არ ვსწრები თემურ ნიკაბაძეს ეუბნებიან საიდანაც მოხვედი იქ წახვედიო სოფელში დაბრუნებას თხოვენ თემურ ნიკაბაძეს მისი ფანები უკმაყოფილოები არიან ეგეთი რა დამოკიდებულება ცოდუა ხო ნიკაბაძე რა ღმერთებ და რაღაც შეცდომის გამო მე არ უნდა აი ეს არის ფეხბურთი მეგობრებო გასაგებია უბრალოდ არ არის ლამაზი აი ეხლა რასაც ფანები თემურ ნიკაბაძე ეძახიან ეს არ არის ფეხბურთი ხო პირველ ტაიმში კარგი გოლი რო გაიტანა მაშინ კარგი ბეჭი იყო სკანდინებდნენ რომ თემურ მოიცა ეხლა რაღაც ახალი შეძახილია თემურ კეხიანო აი უკვე ბულინგი წავიდა შესანიშნავია ნიკაბაძე ეგრევე დაადუმა ჰეითერები მეგობრებო ამოწრაო ნუ რონალდინიოს მე ეგეთი რაღაცა სიტუაცია არ გაუკეთებია არავის ძალიან თავხედია ნიკაბაძე თავხედია ცოტა მიანტი ცოტა თავხედია აი ეხლა უკვე კეკლუცი კი კეკლუციცაა
ხედიან იხდეს ამ ყველაფერს. ცოტა ნაბოზარიც არის ხანდახან, აქ ეგ ნახე ჩერგაძემ როგორ ქუსლი გააკეთა, ეგეთი ქუსლი არ მინახავს. კარგი, მიყვეთ მატჩს, თუკი ბოლოსკენ გავდივართ, ისევ ნუ გეჩინია უტერს და სამწუხაროა რომ გენაცვალე ბოლომდე ვერ გამოავლინა თავისი ძალები ახლა ეტყობა რომ დაიღალნენ. მართალია ანგარიშ დამხელა სულებისა, ორივე გუნდი საერთო ჯამში ძალიან ლამაზი თამაში. მე იმედოვნებ რომ ძალიან ლამაზი თამაში. ისიამონა კიკნაძე, ნახოთ გაიხურავს თუ არა კარს ლამაზად ისევ კიკნაძე. დარტყმად და შეიძლებოდა გატანა. შეიძლებოდა გატანა, მაგრამ ეს კაცი არ ბერდება. ლადო ბიჭი არ კიკნაძე ბერდება. ლადო გადავა კიკნაძე 53 წელს, 54-შეა და სტადიონზე. და ჩიკაცი შესანიშნავი ეს რა იყო გიო? ეს რა იყო? ძალიან კარგად მოუცავენ მას. ძალიან კარგად დაარტყა. ბრავო, ნახეთ, აღნიშნა რომ 1500 მეტრზე 100 წია ბურთი. ბრავო. ძალიან კარგი იყო, ისევ შეტევა, შოთა რასიზავს. ჯონიკო, უნდა გაიტანოს და შოთა დამატა და დამატებაზე. და თან დასრულდა მატჩი. მე მგონი ეს ჯონიკომ გაიტანა. არა, ეს შოთას გოლი იყო და თან დასრულდა მეგობრებო. მატჩი 7-3 გაიმარჯვა მეგობრებო. ნუგეჩინიამ მიულოცოთ ნუგეჩინიას. ეხლა ჩვენ ვხედავთ დამწუხრებულ თემურ ნიკაბაძეს, მაგრამ მადლობა ორივე გუნდთან. ეს იყო შედევრი. დიდი მადლობა ჩვენ შემდეგ თამაში დაგიბრუნდებით. მადლობა ყველას. მეგობრებო, დასრულდა მატჩი. ბიჭებმა ყველაფერი ჩაუდეთ, რა შეგვეძლო. მე მგონი სანახაობრივი ბრძოლა გამოვიდა, მაგრამ არც კი გინდა მარცხი ვაღიაროთ რომ უძლერესმა გაიმარჯვა. მიულოცოთ ბიჭებს ერთი აპლოდისმენტები ამ აბლეგედებს. კი. მოდი აღვნიშნოთ მეგობრებო, ასევე ცალკე აპლოდისმენტები ჯონკას გოლს მეგობრებო. გისმის? დიახ. ბოლო ვინა მეფე ყველაფრის. მეგობრებო, ხვას აღარ ვიღებ. ჩემი აზრით, კარგი 3 თამაშიანი ბრძოლა გამოვიდა. იმედია ისიამოვნეთ. აი ნახეთ მეგობრებო. უკვე ბულინგზე გადმოდიან. მეგობრებო, თუ მოგეწონათ ეს ვიდეო, დალაიქეთ, დააკომენტარეთ და ერთი წამი და 2-1 ანგარიში. ზუსტად არ ვიცით, მაგრამ როდესმე ჩვენ ისევ დაბრუნდებით. გენაცვალე!